შეეხება ბატონი პაატა ბურჯულაძის პოსტს და საპროცესო შეთანხმებას, ამაზე მინდა ვთქვა, რომ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და როცა მამასთან, მამაჩემთან პაატამ მაჯგალაძეს ან პროკურატურის მიერ კონკრეტული შეთავაზება იქნება გაკეთებული პროკურატურის მიერ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს კომენტარს, მაგრამ მე ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემს პოსტში ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, რომ პაატას საქმეში უკვე 10 თვე მე ამას ვსაუბრობ, რომ არანაირი სახის მტკიცებულება არ არის, ერთადერთი მტკიცებულება და მტკიცებულება ნუსხა რაც საქმეში არის მოტანილი არის 2024 წლის 1 წლით ადრე აქციამდე საპარლამენტო არჩევნებამდე გაკეთებული განცხადებები, სადაც ის მოუწოდებდა ადამიანებს, რომ მშვიდობიან აქციაზე მოსულიყვნენ და მერე არჩევნებზე უკვე 26 ოქტომბერს. და ანუ ეს არის ის პერიოდი, რომელიც არ უკავშირდება 4 ოქტომბერს, მაშინ 4 ოქტომბერზე საერთოდ ლაპარაკი არ იყო. უკაც სანამ ამ დეტალებზე ვილაპარაკებთ, ნინი, თქვენ არიცით როგორია მისი პოზიცია პაატა ბურჯულაძის მოწოდებასთან დაკავშირებით, ანუ ინდივიდუალურად გადასაწყვეტია, მაგრამ რას ფიქრობს, რას აპირებს, ანუ თქვენ არ გაქვთ, ან თქვენი რჩევა როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში? მე აი ეს რაღაცას გეტყვით ძალიან მოუწრფელად. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ და მაყურებელსაც, როცა საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, როცა შენ ბრალი იგედება 7 წლიანი მუხლით და 7 წელი ციხეში ყოფნა გელოდება. როგორ უნდა აღიარო ისეთი მუხლი, რომელიც არ ჩაგიდენია და ისეთი მუხლი, რომელიც ეხება სახელმწიფო წყობილების და ამ ქვეყნის გადატრიალებას, როცა გაბრალებენ. როგორ შეიძლება ასეთი კარგად რაღაც აღიარო? აი, ჩემთვის წარმოუდგენელია, თუნდაც მონანიების კუთხით რომ შევხედოთ, ისეთი რაღაცის მონანიება, რაც არ ჩაგიდენია, ჩემი აზრით წარმოუდგენელია. მაგალითს მოგიყვანთ, არ ვიცი, მეცდები ძალიან მოკლედ გითხრათ. კი ბატონო, თუმცა ნახეთ აი ამ სტატუსში, სხვა აი ამ მიმართვაში, რაც პაატა ბურჯულაძეს ჰქონდა, ისიც გარკვეულწილად ასეთ რამეს ამბობს, რომ საკუთარ თავისუფლებას ბაზე მხოლოდ თქვენი თავისუფლების შემდეგ ვილაპარაკებ, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ვთქვათ, თავად თუ იქნება ამაზე თანახმა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები დატოვებენ საპატიმროს, რაც არ იქნება ცუდი, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ამბობთ, ეს ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მოკლედ არიცით მისი კონკრეტული პოზიცია და თქვენც როგორც მივხვდი, დიდად არ მიესალმებით. ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ახლა ამდენი თვის განმავლობაში ციხეში იმყოფება, მართლა სრულიად, რა ვიცი, პაატას შემთხვევაში განსაკუთრებით ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ყველა ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი და ნებისმიერი ადამიანი გადაწყვეტს თუ არა პროკურატურასთან თანამშრომლობას, ჩვენთვის როგორც საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ადამიანები გადიან ამ პატიმრობას და ამ ყველანაირ ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენც მოუხსნათ ეს წნეხი, თუნდაც თქვენ შვილი ხართ და რა თქმა უნდა გაქვთ ამის უფლება, მაგრამ მე უბრალოდ როგორც შვილი და გულწრფელი ადამიანი მამაჩემი რომც არ იყოს პაატა მაჯგალაძე და იყოს დამოუკიდებელი ინდივიდი და პიროვნება და ვიცოდე მის საქმეში რა მასალები და მტკიცებულება არის, ადამიანთან მივდიოდე და ვთხოვდე ეს აღიარეო, ჩემთვის რა ვიცი, წარმოუდგენელი არის და ვერ აღიარებს მამაჩემი ვერაფერს იმას, რაც არ ჩაუდენია და არ არსებობს. მართლა რამე ხო უნდა არსებობდეს ან მტკიცებულება, ან მოქმედება, ან ქმედება. კი ბატონო, ნახეთ ის ვთქვათ ამ ჯგუფთან მოძრაობდა რაღაცნაირად ეს ფოტო და ვიდეო, რომელიც არსებობს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად არის ასევე გამოყენებული. აი გითხარით უფრო მეტი მის საქმეში რა სუსტი მხარეები ჩანს ბრალდების. მეცდები ძალიან მოკლედ გითხრათ, მე სხვათა შორის, მოდით ესეთ რაღაც ძალიან მოკლედ ვიტყვი ერთ რაღაცას. ამ საქმეში მტკიცებულებებზე პაატა მაჯგალაძის საქმეში და კონკრეტულად პაატა მაჯგალაძეზე რომ მტკიცებულება არ არსებობს, ეს ვიცი მე, იცით თქვენც, იციან მაყურებლებმაც, იციან ქართული ოცნების წევრებმაც, სახალხო დამცველის მოსაზრებაც არსებობს ამ თემაზე. სახალხო დამცველის დოკუმენტით ზუსტად ამას ადასტურებს, რომ ყველაფერი ვიცით. მაგრამ ამის უკან, ამ ყველაფრის უკან ჩათვალეთ, რომ მამაჩემთან ერთად პატიმრობაში ვარ მეც და მთელი ჩემი ოჯახიც, იმიტომ რომ მასთან ერთად გავდივართ ყველაფერს. თავისუფლების აღკვეთა მაინც და მაინც ფიზიკური თავისუფლების აღკვეთით არ გამოიხატება. ჩათვალეთ, რომ ჩემი ყოველდღიურობა 5 ოქტომბრის დილის შემდეგ შეიცვალა. ჩემი მთავარი საზრუნავი ის კი აღარ არის, რომ ვისწავლო, ვიმუშაო, ჩემს თავზე კონცენტრირდე და სხვადასხვა რაღაცებში იყო ჩართული. ჩემი მთავარი მოტივაცია გახდა, რომ მამაჩემის უდანაშაულობა დავამტკიცო. ერთადერთი იარაღი მე რაც მაქვს, რომ მისი უდანაშაულობა დავამტკიცო და საზოგადოებამ მის საქმეზე მეტი გაიგოს, არის რომ ეხლა მე თქვენს ეთერში გესაუბრებით. ეს საერთოდ რომ მე არ მეკუთვნის, ეს საერთოდ რომ ეკუთვნის მამაჩემს და ეხლა ის უნდა ისწრეს ამ ეთერში. მე როცა გავიზრდები და არ ვიცი წარმატებას მივაღწევ ცხოვრებაში, ვისურვებდი რომ მეც ვიყო ესეთი ადამიანი, რომელიც
საკუთარი დამსახურებით ჩაგერთვებათ ეთერში და გეტყვით ჩემს აზრს სხვადასხვა მოვლენებზე, მაგრამ ესეც ერი ეკუთვნის მამაჩემს და მისი ასე 10 თვიანი თავისუფლების აკვედის უფლება ნამდვილად არავის არ აქვს და მამაჩემის უკან არიან ადამიანები, არის ჩემი და რომელმაც დაფინანსება მოიპოვა რომ ამერიკაში ისწავლოს და აგვისტოში წავა ამერიკაში ისე რომ მამა ვერ გააცილებს და მაინტერესებს ამის საქმეში ასეთი მტკიცებულებების კვალობაზე, ასეთი მოცემულობის კვალობაზე, როცა არ მტკიცებულება არ გვაქვს, არაფერი არ არსებობს. კი ამბობენ ვიდეო არსებობს, ვთქვათ, არსებობს ერთწუთიანი ვიდეო, სადაც ამ ვიდეოზე ბატონმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ პაატა მაჯგალაძე არ იყო აქციის ორგანიზატორი. მაშინ რაზე ვდაობთ საერთოდ და რაზე ვედაობით ამ ადამიანს 10 თვე შენი ცხოვრების წაღებული და კიდე რამდენი თვე გაგრძელდება ესე არავინ არის ის ჩათვალეთ რომ მე ნინი მაჯგალაძე, თაკო და ტასო და დედაჩემი ჩვენთან ერთად კიდე ჩვენი ოჯახის სხვა წევრებით პაატასთან ერთად ვართ პატიმრობაში და მანამდე ვიქნებით ასე სანამ ის გარეთ არ იქნება ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ პაატა მაჯგალაძე არ არის კრიმინალი, რომელიც ეხლა ჩემს შართას გოდანის ციხიდან უნდა უყურებდეს და რეალობაში და სხვა სამყაროში პაატა მაჯგალაძე მამაჩემი უნდა იყოს ამ ეთერში საუბრობდეს იმაზე და ტრადიციულად როგორც ხშირად იყო ხოლმე სხვათა შორის ჩვენი სტუდიის სტუმარი და უნდა მიგზავნით ეს ვიდეოს და მეკითხებოდეს ნინი მოგეწონა და მე ჩემს კრიტიკულას უნდა ვუზიარებდი და მე ხა იძულებული ვარ ეთერი დამკითხო პაატა მოგეწონა რასაც ლაპარაკობ და ამ მოეწონება დარწმუნებული ვარ ნინი თავარი რაც გინდა რომ აუხსნა ადამიანებს რომლებიც შეიძლება არა აქვთ ესე მკაფიო წარმოდგენა რომ ვთქვათ პაატას რა შემხებლობა ჰქონდა 4 ოქტომბერთან ან ეს ადამიანები არც ისე ვთქვათ დადებითად უყურებენ 4 ოქტომბრის ისტორიას. აი ამ ადამიანებისთვის რა გაქვთ სათქმელი პაატას უდანაშაულობასთან დაკავშირებით, როგორც თქვენ ამბობთ? კი, მეცები მოკლედ გითხრათ, მტკიცებულებებზეც გავაკეთებ კომენტარს, უბრალოდ იმით დავიწყო, რომ პაატა მაჯგალაძე არის ამ ქვეყნის მოყვარე პატრიოტი ადამიანი, რომელიც 10 წელი საჯარო სამსახურში მუშაობდა ისე, რომ ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ ხელისუფლების პირობებში ერთი გადაცდომა ვერ უპოვეს. სადაც არ უნდა გაიხედოთ, რა ვიცი, ჩვენს ოჯახში ნებისმიერ რაღაცა ყველა ადამიანმა იცის, რომ ისეთი ცხოვრებაში ჩემ მშობლებს არადოს არაფერი არ გაუკეთებიათ და სახლში არ მოუტანიათ ჩვენთვის, რაც არაკანონიერი გზით იყო მოპოვებული და ესეც დაგვარწმუნებს იმაში, რომ ეს ადამიანი არის სრულიად, არ ვიცი, რაღაც აბსურდის მსხვერპლი და ამის გამო ჩვენ მასთან ერთად ვართ პატიმრობაში. მტკიცებულებებს რაც შეეხება საქმეში, როგორც მანამდე ვახსენეთ, 2024 წლის 24 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, სადაც პაატა ამბობს, ციტირებს, საქართველოს გამარჯვება იწყება მაშინ, როცა თითოეული ჩვენგვანი ირწმუნებს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ბევრნი ვართ, დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ისტორიულ არჩევნებზე, რომელიც ეხებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ეს და მსგავსი ციტატები როგორ შეიძლება კონდეს მტკიცებულებათა ერთობლიობაში და საქმის მასალებში და ვამტკიცებდეს, რომ უი, პაატა მაჯგალაძე არის დამნაშავე და უნდა და ამ ქვეყნის გადატრიალება ხო სრული აბსურდია. ხო, მაგრამ არც პერიოდით, არც კონტექსტით პოლიტიკურით ის 4 ოქტომბერს არ უკავშირდება ეს განცხადებები, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ. კი, ნამდვილად, მართლა მეტი არაფერი არის. მე როცა ეს პროცესები მიდიოდა და მე რომ მორჩა ბექა ბასილაიას თხოვე რომ ჩემთვის გამოიგზავნა საქმის მასალები, რომ წამეკითხა რაზე ვსაუბრობთ. მეც დამაინტერესა რომ ვიცოდე, იმიტომ რომ მე არ მიყვარს როცა ესე უბრალოდ საუბრობ ხოლმე და ადამიანებს გონია რომ ტელეეკრანიდან ვის მიყურებს ხოლმე ის დაბეჭდილება რჩება რომ რა თქმა უნდა მამა დაიცავს. არა, მე მამაჩემს იმიტომ არ ვიცავ რომ მამაჩემია. რა თქმა უნდა მაგიტომაც დავიცავ, მაგრამ ის არის პირველ რიგში პატიოსანი ადამიანი, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარს და ცხოვრებაში ერთი ნაწილსაც ვერ გავიხსენებ. ისეც, როცა რამე ისეთი გააკეთა მან, რომ მე შემწვა იმის, რომ მისი შვილი ვარ და ასეთ ღირებულებებზე ავგზარდა ჩვენ მან. და არ ვიცი, პირველ რიგში ის არის ჩვენთვის მამა და კი ვიცი რომ ის საქართველოს უმეტესი მოსახლეობის არის რიგითი პოლიტიკოსი, შეიძლება ის მოგწონდეს, არ მოგწონდეს, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული, რომ შემდეგი ვიქნებით თუ არა ჩვენ და როცა საქმის მასალებში მტკიცებულება მართლა არ არსებობს და ამაზე შემიძლია რომ არ ვიცი დავიფისო რომ მართლა არ არსებობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიცნოს და წაიკითხოს. როგორ შეიძლება მართლა 2024 წლის განცხადებებით ვედავებოდეთ ადამიანს და 7 წელი მივუშავდოთ. 7 წელს არ უშიან ხოლმე ამ ქვეყანაში, რა ვიცი,
მკვლელებს და კრიმინალებს და პაატა მაჯგალაძე არის, რა ვიცი, უპატიოსნესი ადამიანი, იმიტომ არა რომ მამა ჩემია და ასეთ პირობებში რო გვიწევს ცხოვრება, მე არ ვიცი მართლა რა დამჩენია და კი ბატონო, საპროცესოს არ მიესალმებით, როგორც ხვდები, ყოველ შემთხვევაში ასეთ შთაბეჭდილება დამჭა. რა გზა მიგაჩნიათ ახლა თქვენ აი ამ უკვე სასამართლო განაჩენის მერე შესაძლებლად რომ თქვენი მამა დაიხსნათ პატიმრობიდან? ძალიან გულწრფელად ვიქნები, ვიტყვი რომ მე გულის სიღრმეში ასე მჯერა რომ ადამიანს არც რელიგიურად, არც კანონიერად არანაირად არ შეიძლება მოსთხოვოს ესეთი რაღაცის მონანება, რაც არ ჩაუდენია. მე ერთადერთი გამოსავალს, რა ვიცი, ვხედავ იმაში, რომ თუნდაც არ ვიცი, აქედან ამდენად შემიძლია, მაგრამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მეუფეშიოს, არ ვიცი, შეუძლია თუ არა, რომ პრეზიდენტს მიმართოს და ამ ადამიანებს დაეხმაროს, რომ ეს ადამიანები, ვისთანაც მართლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ უბრალოდ შეიწყალონ და გამოუშვან ყველანი გარეთ, იმიტომ რომ მე გულწრფელად როგორც შვილი ამ გამოსავალს ვხედავ ამ ყველაფერში მართლა სხვა არაფერი არ დამჩენია, იმიტომ რომ არანაირი კონტექსტის არც როგორც მანამდე არც კანონიერად, არც რელიგიურად არანაირი თვალსაზრისით არ ჩნდება იმაში, რომ გაღიარებინონ ის, რაც არ ჩაგიდენია.